გურჯაანში გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიანი კორპუსის დემონტაჟისთვის საპრივატიზაციო ფასი განულდა. საკითხი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს და დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილების მიზანი კორპუსის რაც შეიძლება მოკლე დროში დემონტაჟია. შეგახსენებთ, რომ ეს შენობა წლების წინ გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქდა, რის გამოც ავარიული და საფრთხის შემცველია. დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე განვიხილეთ საკითხი ქალაქ გურჯაანში გურამიშვილის ქუჩა ნომერ 7-ში მდებარე ბუნებრივი აირის შედეგად აფეთქებული კორპუსის საპრივატიზაციო ფასის განულების შესახებ. ეს ბინა არის, როგორც იცით, ძალიან სავალალო მდგომარეობაში, მოსახლეობისთვის შეადგენს საფრთხეს და შესაბამისად რამდენჯერმე იყო აუქციონზე გატანილი, შემცირდა მერე საპრივატიზაციო ფასი, თუმცა ვერ შედგა აუქციონი. შემდეგ მერიამ თავისი ინიციატივით დააკლო თანხა, თუმცა არც არავინ არ შემოსულა ისევ აუქციონზე. შემდეგ საკრებულომ ისევ დააკლო თანხა, რამდენჯერმე დაიდო ისევ აუქციონზე, ისევ არავინ არ მიიღო მონაწილეობა და ეხლა მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ განულდეს საპრივატიზაციო ფასი.